გიორგი ნაკაშიძე. Birds fly sun in the sky, you know I feel reaching by, you know how I feel. It's a new dawn, it's a new day, it's a new life for me, and I'm feeling good. Fish in the sea, you know how I feel. Real out of my face, you know how I feel. Blossom in the street, you know how I feel. It's a new dawn, it's a new day, it's a new life for me, and I'm feeling good. Dragonfly in the sky, you know what I mean, don't you know? Butterfly out here will fly, you know what I mean. Sleep in the best when they stay, and that's what I mean. And this old world, it's a new world, that's a bold world. It's a new dawn, it's a new day, it's a new life for me. I'm fine. The feeling, Bravo! ეს ზუსტად ისე გადასარევად გრძნობდით ყველა თავს, როგორც შენ მღეროდი. საფაშენს ხო? აღფრთოვანებული ვარ. რა გჭირს? ძალიან მომწონს, რა ვიცი. არ ვიცი. თქვი რამე. ძალიან ცოტა ჩხავილი და ძალიან ბევრი სიმღერა. დღეს იყო განსხვავებული გიორგი. ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან სექსუალური და რაღაცნაირი, რაღაცნაირი ვეღარ ხვდები უკვე სიტყვა სწორი როგორ ვიპოვო, მაგრამ ნამდვილად იმოქმედა ჩვენზე. სხვანაირი სახე დაგვანახე შენი, რაც იყო სუპერ. Bravo. მე ხოლმე სხვადასხვა აი სოფოს ბოლო აი ბუნებრივად რომ იტყვის ხოლმე ესე იგი მართლა ძალიან მოეწონა ხოლმე ბოლოს. შენ როგორ თვლი, როგორი იყო? მე ღირსა გიო მეც. ესე იგი მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ გოგო ვარ, პირველ რიგში გოგოებს ვერ მოვაშორე თვალი მართლა გეუბნები. ეს ახლა შედის კარგია თუ ცუდი, ნამდვილად არ ვიცი. შენი კომფორტული ზონიდან ცოტა ამოგაგდო გიორგი ამ სიმღერით. მეუხედავად ამისა, მე მომეწონა, მეც მინდა ხოლმე ცოტა რა გვიმღერო და მარტო არ იჯღანო და არ გვიყვირო ხოლმე და ნუ კარგი ბიჭი ხარ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კარგი ბიჭი ხარ, კარგი მენტორი, ეწყობით, მენტორი და კონკურსანტი ამ შემთხვევაში ძალიან შეწყობილებიანი, ხო? აი? ჩახსნილი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გიორგის ყოველთვის შველის მისი ეს გულწრფელი, ჯარისკაცული ენერგეტიკა სცენაზე და ის გამოყავს ნებისმიერი ისეთი უხერხული მდგომარეობიდან. მე არ ვთვლი, როგორც მომღერალი, რომ ეს იყო გიორგისთვის მომგებიანი და საუკეთესოსი მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად სუსტი გამოსვლა, მაგრამ მისმა აი ამ რაღაცნაირმა ქარიზმამ გაამართლა ბოლომდე იქ მაინც იყო ის ჩხავილი. იყო რაც შენ გინდოდა წინაზე რო თქვი რომ მე კი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა, მაინც ამ სიმღერას როკის მანერით შესრულება არ უხდება. მე ეს ჩემი ესეთ სუბიექტური აზრი შეიძლება იყოს. თუმცა მას ყოველთვის შველის მისი ენერგეტიკა.
დიდი მადლობა და გვაინტერესებს გოგოები არ შემიძლია არ გამოვყო. სხვათა შორის გოგოები რო არ მდგარიყვნენ სცენაზე, არ ვიცი ეს ნომერი როგორ შედგებოდა გიორგი. ამიტომაც იდგნენ გოგოების სცენაზე. ყოველთვის მოცეკვავები დგანან იქ, სადაც საჭიროა ტყუილა და არასდროს არაფერი არ ხდება. ანდრის არ ვეთანხმები იმაში, რომ როკ შესრულება ამ სიმღერას არ უხდება, ვინაიდან ეს არის მიუზის ვერსია, რომელიც სუპერ ჰიტია და სწორედ როკ ვერსია. გიომ უფრო რბილი ვერსიაც კი შეასრულა და მე მინდა ვთქვა ეს უდიდეს ძალისხმევად დაუჯდა მას, ვინაიდან მას აქვს მიდრეკლება, რომ ის ბუნებრივი ხმა, რომელსაც ჩხავილს უწოდებენ ხოლმე, ეს არ არის ჩხავილი, ეს არის გიორგის ვოკალი, რომელიც ასე მოსწონს მაყურებელს და ეს ძალიან დიდი შრომის ფასი იყო, რომ გიორგი მთელი სიმღერა იმღერა. თქვენ ნახეთ ბავშვობაში როგორი გიჟი ყოფილა, მეც ახლა ვნახე, რომ კიდე ყველაფერთან ერთად ცეკვავს, შეიძლება ესეც ვსადოთ, არ ვიცი. შემდეგ ნომერში, მაგრამ ის რაც მას უყვარდა თურმე ბავშვობიდანვე კიდე სუქალებში ტრიალებდა, ეს იყო სწორედ ამიტომაც იყვნენ ეს გოგოები. აიქცა თვალი სხვათა შორის მე ვაკეთებდი. არა, ეს არის პროფესიონალიზმი, თვალებით უყურებდა მათ, მაგრამ სიმღერა და ეს დავალება, რთული დავალება მან ძალიან კარგად შეასრულა. დიდი მადლობა მენტორებს, მე კი მივმართავ გიორგის გულშემატკივრებს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი წინაო შაბათსაც ლიდერი იყო, არ მოდუნდეთ, კიდევ უფრო გააქტიურდით, რომ ეს ბიჭი არ მოხვდეს აუთსაიდერებში. დაურეკეთ სასწრაფოდ ახლავე ნომერზე 093030308. და მხურვალი აპლოდისმენტებით აბა გამოსილოთ გიორგი ნაკაშიძე. დააჭირე გამოწერის გილაკს და მოისმინეთ ჩემი შეფასებები იქამდე, ვიდრე მათზე ყველა ალაპარაკდება.